მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოკლედ სხვარაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად ჩამოვიდა ზუგდიდში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მობრძანდით ჩემთან გადაცემაში თუ მე მოვედი თქვენთან. ეს სტუმარ-მასპინძლობა აირია, ხო? და რა ვიცი, დავიწყოთ გადაცემა. და მე მინდა წარმოგიდგინოთ ლაშა თოდუა, მაია ჩიტაია, მამუკა ლოგუა, ქეთი ყიფიანი, ზუგდიდელების რძალი. ბატონო მამუკა, თქვენთან მინდა დავიწყო საუბარი, იმიტომ რომ ხართ ძირძველი ზუგდიდელი, კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს ზუგდიდი. აი ესეთი რეგალია გაქვთ თქვენ. მე მიხარია რომ გაგიცანით. ია ბატონო. გურმაფნა გოხვიშინაფილ თქვენ სუმარობად. თქვენ მოზოჯით სამარგალიშა და საქართველოს გოძირით. არ დიდ კოჩიშ ვარდასი. მომორწკვა. გამარჯობა. ილია ჩავდევადის არის რომ სამეგრელოში ჩამოვედი და საქართველოს ვიხილევა. ეს გითხარით მეგრულა. ია ჯაჯანიძე ამას ამბობს. აი, ჩვენ მასე ვიწყებთ ხოლმე ზუგდიდში რომ ჩამოდიან, აი ამასე ვიწყებთ ამას. მეგრულად ვიწყებთ აი. აუცილებლად. მე მარტო ვიცი სკანიგულო აფირო. კარგი სიტყვა რა, ჩვენია. ძალიან კარგი. ბატონო მამუკა. ია ბატონო, გია გისმენთ. ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ჩამოვბრძანეთ. და მინდა დღევანდელი ჩვენი საღამო ჩემთვის უსაყვარლესი პოეტის გიო საჯაიას ერთი პატარა ლექსი დავიწყო. ეს არის ასეთი ლექსი: სიგარეტი, გაბზარული ჩაის ჭიქა, ქარმა ღამე გადაფინა კანაფებზე, დამიჯექი, მოდი გვერდი დამიჯექი და დილამდე ვისაუბროთ არაფერს. ძალიან ღრმა ფილოსოფიურია, არაფერზე საუბარი. დილამდე. მოდით სადღეგრძელო ვთქვათ. გულწრფელი, ალალი და ნამდვილი. სადღეგრძელო მინდა ვთქვა, გაუმარჯოს ამ არაჩვეულებრივ მხარეს, გაუმარჯოს სამეგრელოს. გაუმარჯოს ზუგდიდს. მადლობა ჩამობრძანებისთვის და მიხარია ჩვენთან იმყოფებით და მოწვევისთვის დიდი მადლობა და ნუ არ ვიცი, მიხარია ჩვენ ქალაქში რო ხართ, რო სტუმრობთ. ბატონო მამუკა, სანამ აქ ჩვენ შემოვიდოდით, მანამდე საუბრობდით აი ამ ადგილზე იყო ეს უბნების დასახელება იყო გასაბჭოებამდე ერთი ჩვენი მეგობარი ისტორიკოსია ლაშა ჯიქია, რომელმაც ეს მოიკვლია ზუგდიდის დასახელებები და ამ ადგილს ერქვა საყანთარი. ანუ ყანთარი ყოფილა სასწორი და ამ ადგილზე იწონებოდა სოფლებიდან შემოსული შემოყვანილი საქონელი და იყო ამის ადგილი, ვაჭრობის სავაჭრო ადგილი. ცოტა მოშორებით იყო სასტუმრო ფრანცია. ამ უბანს ერქვა ფრანციის უბანი და წინ იყო ორესტის მოედანი, წმინდა ორესტის მოედანი, სადაც იმართებოდა შეხვედრები, ბალი, მასკარადი, სალონური საღამოები. ბებიეჩემის მონათრობსაც გეტყვით, ბებია მითხრა, ბარიშნებსო სამშაბათი დღეო სალონის დღე გქონდაო, 10 საათზეო ბულვარში მენავთე ჩამოივლიდაო, ფანარს აანთებდაო, 10 საათზე დუხავოი ორკესტრი დაიწყებდაო დაკვრას და ჩვენ ბარიშნებიო ნელის სულით ბოტანიკური ბაღისკენ მივემართებოდით და ცოტა ხანშიო ბანტიანი გიტარით კავალერებიო მოყვებოდნენ და დილამდე ისმოდაო სიმღერები და რაზღეროდით მეუთხარი ბებია მეტია ჩამაწერინა და 90% ცისფერი ტრიოს რეპერტუარიდან. აჰა. ხო, აი ეს იყო. შემდეგ საჯვაროს უბანს ერქვა ოყაყალე ეს არის საყიყინო, ანუ ბაყაყების მოშენება ხდებოდა მე-18 საუკუნეში. დელიკატესად ფრანგი მისიონერების მონაწილეობით და გამოთქმაც არის ზუგდიდში კაციას გორცალიო გიყიყანსია თოლებს კაციას ბაყაყივით ნუ გაქო თვალებით დაჭყეტილი მარცხენა მხარე შემოსასვლელი იყო კუჩხობონის უბანი ანუ ქალაქში არც ერთი გლეხი ფეხდაუბანელი და უსუფთავ არ შემოდიოდა ქალაქში იმდენად დიდი პატივისცემა იყო საკუთარი თავის და ქალაქის რომ ეს უბანი იყო პატარა დინარე იყო, სადაც ფეხი წამოსული გლეხები მოდიოდნენ და ფეხს იბადნენ და ამ უბანს ერქვა კუჩხობონის უბანი. ეხლა რა ქვია ამ უბანს? კუჩხობონი და მე ცხოვრობ. ხო. რამდენი წლის ბრძანდებით? მე ვარ 65-ის. 60. ჩვენ ტოლები ვართ, კი? არა, მე პატარა ვარ. კი, 64-ის. არა, ისე
ხო, ერთ წელსაც მნიშვნელობა კი ბატონო, ჩემზე პატარა კარგი. არა, თუ მე ვიქნები უფროსი, არა კი ბატონო. ახლობით საუკუნის წინ იყო ეს ტრადიცია ზუგდიდში და ახლა თქვენი ჩამოსვლით კიდევ ახალი პატარა იმპულსი მიეცემა მე მგონი ასეთ სალონურ შეხვედრებს და მე მგონი ეს კარგი წამოწყებაა. მე მგონი კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გავა და ბევრი დაინტერესდება ამ ისტორიით, ამ ურთიერთობებით, ამ სიყვარულით, იმ გულწრფელობით, გულითადობით და მთელი რაღაცა. ზუგდიდს ძალიან კარგი ინტელიგენცია ყავდა. ძალიან კარგი მწერლები ყავდა, ძალიან კარგი პოეტები ყავდა. თუნდაც ერთს გეტყვით 50 წლის წინ დაწერილ ერთ ლექსს ვიტყვი. არჩილ ფირცხალავა იყო ასეთი უნიჭიერესი პოეტი, არ ვიცი, შეიძლება იცით, შეიძლება არ იცით. რეკავენ ზარებს, უსმენ თუ არა, მაინც რეკავენ. ამ წუთის სოფლის უცნაურ მგზავრებს მალე ციდანაც გადაგვრეკავენ. არ არის არსი თვალმოსარიდად, ხომ არ დავჭებით ამ ქვეყანაზე, საცრომ წაგვართვან, საი წავიდეთ, თუ გიფიქრია კარგო ამბაზე. საინტერესოა. ასეთი ლექსიც იყო დაწერილი ზუგდიდში. ბატონო ლაშა, თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით? 100-200-ის რა, 50-ის ვარ. ეგრე ვარ და მე დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში. კასპარო მითხეს მეორე ჯერ სად დაიბადებოდი, ავირჩევდი ისეთ ზუგდიდს, იმიტომ რომ იმდენად პეწი აქვს ზუგდიდს, სხვა რაღაცა არის. მაშინელი პიონერთა სასახლე ახლა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ვიზრდებოდით და ჩვენთვის იყო ის ადგილი სამოთხე. დღესაც აი მე როგორც მომღერალი შევაფასებ, სხვანაირი მსმენელი ყავს ზუგდიდს. სიმღერაშიც აი როგორც მომღერალი იმდენად ჩამიყუტა ზუგდიდმა, მე ბევრი შემოთავაზება მქონდა დედაქალაქში წავსულიყავის, ჩემი ქალაქი ვერ დავტოვე, იმიტომ რომ ეხლა ვთქვი რომ ისე ჩამიყუტა თქო, უფრო სითბოს უზნობ ჩემს ქალაქში და აი ეს ფოტოშორის ბატონ მამუკაც რაღაცა ტექსტი ქონდა ზუგდიდზე დაწერილი რაღაცა ტექსტი და გვინდა ეს კი რამდენი ხანია სხვა აი სიმღერებინა და ხო და ვერაფრით ვერ იმასკენ ძალიან მაგარი ლექსია ძალიან აუცილებლად რაღაცა მეგრული რაღაცები უნდა შეურიოთ თქვენ რომ ამ სიმღერას გააკეთებთ ჩემთან სხვა რაკურსში გეპატიჟებით და პრემიერა იქნება კი ბატონო და ის ძალიან მომწონს ეს ყველანი დაბაჯებული ბატონო გია როგორი წება არავით არის ფიცი და მტკიცი არც გამთელი სინათლეებში ერთი პატარა ქალაქი ვიცი ქალაქი როგორც საბედო თებში ასე იწყება ბოლოს ასე მთავრდება 1000 ერთხელ ტერენტიც მოდის მე რომ პატარა ქალაქი ვიცი თქვენზეა რა თქო კარგი ეხა ამას ამომჭრი იმიტომ რომ მერიდება ხოლმე ეგეთი რაღაცეების ქალბატონო მაია მუსიკოსი ბრძანდებით? კი, ვარ მუსიკოსი, ჩვენ მეუღლეები ვარ. დიახ. სიმღერა შეგვახვედრა ერთმანეთს და ძალიან დიდი ხნის წინ იყო ჯგუფი მიქსი, ეს იყო 90-იანებში. ძალიან ცუდ დროს მოგვიწია რაღაც ამის წამოწყებამ და ამ ხრებით ტარებამ, რომ ეს ჯგუფი იყო რაღაც ერთი ნაპერწკალი, რომელიც მართლა ანათებდა ზუგდიდს და შემდეგ უკვე შეუღლების მერე სხვადასხვა სიმღერები გაჩნდა. უნებურად ჩნდება, სადაც სიყვარულია იქ სიმღერის გარეშე შეუძლებელია და მოვდივართ დღემდე ყავს 3 შვილი და 3 შვილიშვილი. არ ჭუბობთ ხოლმე? სიმღერა. იცით რა, ძალიან საინტერესო შეკითხვა სხვათა შორის, ძალიან ბევრს აინტერესებს, იმიტომ რომ არავის არ უნახავს ჩვენი ჯგუფი, ოჯახშიც არავის არ უნახავს. მოგუდულა. იმიტომ რომ რა ვიცი, ყველაფერი სიმღერით მართლა მასას ტექნიკას სჭირდება. საერთოდ მაიკო არის ძალიან არაკონფლიქტური პიროვნება. ძალიან კომფორტული ადამიანი. და ესე მართლა ისე ხდება, რომ ალბათ ეს ღვთისნება იყო ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხედროდით და ესე უნდა გაგრძელებული. იმიტომ ვარ კარგები რომ ზუგდიდში დავიბადე. ქალბატონო ქეთი. ზუგდიდის რძალი. ზუგდიდელების რძალი, არაერთხელ ყოფილხართ ჩემი სტუმარი გადაცემაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის. იქნებით ნეტა ობიექტური? როგორ დაგხვდათ ზუგდიდი? ხო, აი ძალიან ესეთი ცნობილი ფაქტია ზუგდიდლები აქ ხედან, რომ ჩემი უსაზღურო სიყვარული ზუგდიდის მიმართ და ზუგდიდელების მიმართ. აი
გულწრფელი, ალალი, ნამდვილი სიყვარული, რასაც ქვია და წლების მანძილზე მე ვფიქრობ, რომ დავამტკიცე ეს. ჩემი სიყვარული, ცითბოთი, საქმით, აი არც კი მცხვენია, რომ ესე თამამად საუბრობ იმაზე, რომ აი დავამტკიცე და გამიჭირდა, იცით რატო? აი ერთი ფაქტი მინდა ჩემს ოჯახთან დაკავშირებით თქვა, ზუგდიდლებს შეეხება და მეგრელებს, რა თქმა უნდა. ეხლა მოგეხსენებათ, რომ მე აქ ვარ მერაბიდან გამომდინარე და იცით რომ ხა მერაბის მეუღლე ვარ და ბრძალი ვარ ზუგდიდლების და ისიც იცით რომ მე და მერაბი გარკვეული პერიოდი სანატორიუმში ვისვენებდით ძიმე პერიოდი როცა იყო ასე ვთქვათ წყალებში მაყურებელი ვერ გაიგებს ახლა ვინც არის ის რა იყო სანატორიუმი ანუ ძიმე იმ პერიოდში ციხის სანატორიუმი ქვია ამას და ეხლა მამა ჩემი და ოჯახი გაკვირვებული იყო კაცო რომ ხა ამ პატიმარკაც რო გადაეყარე და ვინ არის აბსოლუტურად არავინ არ ამყავს ნუ სისხლით მეგრელი არ ვარ არც ნათესავი არავინ არ შემოგუმატებია მეგრელი ერთადერთი სულ ვამბობ რომ აი ბუნებით ხასიათით მდგომარეობით მეგრელი ვარ თქო რა და ვამაყობ მიუხედავად ჩემი ასე ვთქვათ თავადური წარმომავლობისა რაზეც მართლა ვამაყობ ბარათაშვილი ყიფიანი და ასე შემდეგ გვარები ჩემს მაგრამ ვამაყობ იმით რომ ბუნებით ყოფილვარ მეგრელი აღმოაჩინე ზუგდიდში აღმოვაჩინე კი ბატონო ამას ახლა ვამბობდი 1 წელი 2 წელი 3 4 5 მაგრამ მაინც საქმე სიტყვა და საქმე ხო რამდენი წელი გავიდა ეხლა ზოგადად 2005 წელს გავიცანით მე და მერაბმა ერთმანეთი და შემდგომ უკვე 2012 წლიდან ასე ვთქვათ სხვადასხვა ნუ ვემსახურები ზუგდიდლებს ჩემი პროფესიით შეხება მაქვს უშუალო და აი იქიდან 2012 წლიდან უკვე გამიცნეს ასე ვთქვათ ძირფესვიანად რასაც ქვია რა მოდი მაყურებელს უთხრათ ახლა რო არ დაიბნეს მე სულ მიჭირს ხოლმე რა იცით ახლა მე რო ვიცი თქვენი ამბავი დიახ ზოგმა შეიძლება არ იცის 1-2 კი მოგაყოლეთ გადაცემაში და ძალიან მოკლედ რო ვთქვა ძალიან მოკლედ ნუ ეს ფაქტი იყო ის რომ 2005 წელს მე და მერაბ ქვარაია ერთმანეთს შევხვდით ერთ თვეში მერაბი დაიჭირეს ეს იყო 2005 წელს ნუ შეყვარებასავით რომ მოვასწარით და უკვე პატიმარია და ამ დროს მეც შემდეგ უკვე ადვოკატი იმ პერიოდში ვიწყებ მერაბთან შესვლებს, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს მაშინ ახლა ესე რო არო ყოველ დღე შეუძლიათ ნახვა თუ უფრო თავისუფლად ყოველ შემთხვევაში ესე არ იყო და დაახლოებით 1-2 წელიწადში წინდობა ხდება ჩვენი, ასე ვთქვათ, თვითონ საპატიმროში და აი წავიდა ჯოჯოხეთში და ჩავყევი მეც. წამოვიდა მოკლედ ესე უბერეთ სული ერთად. ზოგი ჭირი მარგებელი არის. უსასრულო ჩემი ძილი ეს ისტორია. ეხლა ლაშა არ ეგონოთ რომ ყოჩახ რა მაგარი გავაკეთეთ რომ დავიჭირეთ. ბატონი მერაბიც ამის შემდეგ ცალკე უნდა მოვიწვიო, იმიტომ რომ და უნდა გავაფრთხილო, რომ თქვენზე არ ილაპარაკოს, იმიტომ რომ მარტო გინდა მარტო მოიწვიე, გინდა ერთად მაინც ერთმანეთის სიყვარულზე საუბრობთ. და აი ამ სიყვარულმა ბატონგია ნება მობეცით რომ და 2014 წელს ზუგდიდს მივუძღვენი მე ლექსი, რომელიც დავწერე და მინდა რომ გავახმოვანო თუ შეიძლება. ესე სხვა რა ვამღეროთ ეს ტექსტი ნახოთ როგორი რითმი მე მგონი მაშა მაია მე მგონი სადაც ეს გადაცემა დამთავრდება მანამდე სიმღერების გისმენ ესე იგი ლექსის სათაური არის ჩემი ზუგდიდი ჩემი ქალაქია იმიტომ რომ მე ზუგდიდს ჩემ ქალაქად ეს ქართლელი გოგო რადმეში აი
მართლაც, იმიტომ ვთქვი, რომ ეხლა 1 წელი, 2 წელი, 3 წელი შეიძლება ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ დღეს უკვე თამამად შემიძლია, რომ ეს არ არის ლიტონის სიტყვები. აბა რა გითხარით, თუ ჩაგიხუტათქო, არ გაგიშვეთქო, ზუგდიდი, აი ეგ არის. ფერთა შეხამება ისე მომერია, ციურში დავეძებ შესაფერ მელოდიას. ღვთისმშობლის კვართი და დადიანები, ჩემი ზუგდიდი, ჩემი ქალაქია. ამდენი ენერგია ვერსად დაეტია, სილაღე მუზები, წარსულის აპათეა, ოქროს საწმისი და ძველი კოლხები. ჩემი ზუგდიდი, ჩემი ქალაქია. უფლის კურთხევა, იმედი, მონატრება, მეგრული ნანა, სულის ნაწილია, ოდიში, ოდაბადე, სუნთქვა, სიყვარული. ჩემი ზუგდიდი, ჩემი ქალაქია. ბრავო. ქალაქმოქეთი მიმართ. ძალიან მაგარი. მიმართ ავამგერებ აუცილებლად. მე მგონი ახალი გადაცემა კეთდება. სპეციალურად სიმღერები ზუგდიდზე. სიმღერები ზუგდიდზე. მოდით, ეხლა თქვენ თქვით ერთი სადღე გრძელო. ძანეთ. მოუშველი ყოფილიყო სტუმრიანობა ზუგდიდში. ამის აღორძილო მინდა შევსვა. სტუმრებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს, გაგიმარჯოთ. ფეხბედნიერი და დავალჟანიერი იყოს თქვენი. თქვენი სტამბადობით ყველა სტუმარი დალოცოს. ყველა დიდი მადლობა, დიდი მადლობა. კეთილი იყოს. მადლობა, ნუ მოუშალოს ზუგდიდს. გაგიმარჯოთ და თქვენნაირი სტუმრები ნუ მოუშალოს ზუგდიდს ნურასოდეს. გაიხარეთ, დიდი მადლობა. გაუმარჯოს თქვენ მხარეს და ერთი რამე მინდა გითხრათ. ეს გადაცემა დიდი ხანია დავიწყე. მე 15 წელი მიდის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი რეიტინგული გადაცემის ავტორი და წამყვანი ვარ. პირველად რო ჩამოვედი ზუგდიდში, რეპორტაჟი მქონდა ენგურის ხიდიდან და იმდენად სული შემძვრელი იყო ხალხი, რომელიც გადადიოდა და გადმოდიოდა, როგორ მხვდებოდნენ, რომ აი ძალიან გულწრფელად ხმამაღლა ვთქვი გადაცემაში, რომ არასოდეს ზუგდიდში არ ჩამოვალ, თუ მე ენგურის ხიდთან არ მოვალ მეთქი და მე ამას ვასრულებ. გადაცემა მაგ თუ არა მაგ, მე იმ ხიდთან მაინც მივდივარ და მე მინდა ყველას უსურო ბედნიერება და აღარ იყოს ეს, რომ მე ხიდთან მივედი და ჩემ თავს დავარქვი მშვიდობის დესპანი. აი ესე დავდგები და დავიძახებ ხოლმე. ღმერთმა შეგვისრულოს ეს ოცნება. ხომ არ გვემღერა? რატომაც არა? რა ვიმღეროთ? მაიორკო მავიმღეროთ. ვიცი რომ აი ეგ სიმღერა ნამდვილად ვიცი, მეგრულად. აჰა.
ბოლო კარგი იყო. შვედიერი. ბოლო კარგი. დედა რა კარგი იყო. სიტყვები, რა კაი სიტყვები აქვს ამ. ხო, სიტყვები უნდა მიხარ. შენი ჭირიმე გავიგე, დანარჩენი ვერ გავიგე. ეს ალბათ ნუ რომელიღაცა მე არ მახსოვს ერთ-ერთ ბანკეტზე ითქვა რომ პატრიარქთან მისულა ბიჭები და მეგრულად უმღერიათ ეს სიმღერა ვაიორკომა და პატრიარქს უთხრობს რომ რა საოცარი ხალხი ხართ ეს მეგრელებიო მეგრულად ვაიორკომა ვამორწონქომა ის შენ გულუაბ და ეს ქართულად გადმოთარგმნოთ არ გიყვარვარ არ მოგწონვარ მაგრამ მე მაინც მაინც შემოგევლება ეს მარტო მეგრელები იძახიან ღმერთმა გამრავლოთ ბატონო მამუკა აი ესე ძალიან რო გიყვართ თქვენი ქალაქი მე მაინტერესებს თქვენი ოჯახი აი ეს ტრადიციათ ეს სიყვარული მოდის რა თქმა უნდა მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვართ ბავშვობიდან 6 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს ყავს 2 შვილი ქალვაჟი 2 შვილიშვილი ღმერთმა გაგიზარდოთ და რამე უნდა მომიყვეთ ისეთი რომ გავხალისდეთ ზუგდიდლები ალბათ უფლებას მომცემენ რომ გავიხსენო ეხლა გამახსენდა ძალიან დიდი იუმორის მქონე ადამიანები რომლებიც ბატონი ოთარჭითან რომელიც ეხლა ხან გარდაიცვალა მართლა და ღმერთმა ნათელში ამყოფოს და ბატონ ბონდოჯიქიას გავიხსენებ ბატონი გივისოსელია მე მინდა რომ აი მე მინდოდა მე თქვა რომ საოცარი კი ბატონო და აი როგორი მართლა იუმორის მე აი რა თქმა უნდა ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ბედნიერება მქონდა რომ ამ ხალხს შეუხვედროდი სუფრასთან და მათი იუმორი მომესმინა და ნუ ყველაფერი აი აკადემია იყო და მე და თქვენ ახლა რამდენი გეცოდინებათ და მე სად მოუხვდი ახლა რამოდენიმე ადგილას მაგრამ აი დასამახსოვრებელი მართლა რა და მე მინდოდა რომ აი დღეს სხვათა შორის მე მინდოდა რომ გამეხსენებინა ეს ზუგდიდლები და მოვფერებოდი ამ ხალხს ვინც გარდაიცვალნენ აი ესეთი ბუმბერაზი ხალხი რომლებიც ყავს ზუგდიდს ყავდა და მათი სახელი დარჩება და აგრეთვე არსებობს ზუგდიდში საზოგადოება ზუგდიდელი რა. აი ალბათ ამაზე თქვენ უფრო კარგად იტყვით, მაგრამ მე მინდა რომ აი ამ ბერმუხებს, ამ ხალხს, ამ მართლა ძირძველ ზუგდიდლებს, აი მე მოვეფერო და ჩემი სიყვარული გადავცე აქედან როგორც არაზუგდიდელმა. მე მოყვები ერთი მასწრახიან კურიოს. ძალიან ვახსენე, ჩემი ყვარდა მაია. ისეთი პერიოდია უშუქობა, უთიწყება ყველაფერი და მიყვარს, მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, რომ ცოლი შევირთო, მთელი სიტუაციებია გახსოვთ, მაშინ ქორწილი უნდა გააკეთო, ან უნდა კარგად უნდა რაღაც და საძმაკაცო და ტელეფონიც არ იყო და ვეუბნები ამ ბიჭებს, რომ ცოლი და მოვიყვან დამეხმარეთქო რა. რაღაც 4-5 მანქანა ვიყავი და 7 ლარი მქონდა. შენი რამდენი იყო ის? ლარი და 20 კაცო. ლარი და 20 ლარი და თავისი და კვაჩილიფარა. და ის 6 ლარი იყო მეზობლების და მეგობრების შეგროვილი. და იცოდით რომ არ ქონდა ფული? რა ვიცი რა ფულზე მაშინ არის. ხო და ზუსტად მაგას ვიძახი, ნახეთ რა მომენტია. ამდენად არ იყო ფულზე მაშინ საუბარი. და მაიას ქონდა ახლა ფული და რო ეს მაია ფულიანი და ახლა შეივსო ოჯახი. მე არ ქონდა, ამას ქონდა, ნუ ასე. ხო და ახლა რომ შევირთეთ ცოლად, ვეუბნები მაია მე თბილისში წავიდე, თბილისში ბინა, მაიას მე ვარ საერთოდ არავინ არ მყავს თბილისში. ალბათ საერთოდ არ ყოფილა თბილისში ისეთი პერიოდია. მაიას ვეუბნები თბილისში აქეთ მეუბნება თბილისში უნდა წავიდეთ, იქ უნდა ვიცხოვროთ 1-2 თვე თაფლობისთვის. ხო. ეს მიგხარ. ხო და მე ვახარ წავიდეთ, კაცო, აბარა, უნდა წავიდეთ ხო და მივდივართ. მივდივართ და მაშინ იყო მატარებელი სად იყო მანქანა, მატარებით წავედით, 5 ადგილას გავჩერდით ერთი ღამეს ერთი ვიყავით და მაიას ვეუბნები ისა მეთქი. მეც ხავს მეთქი სტატისავით თბილისში. და რო ჩავედით ბებიამის ცხოვრა თბილისში, იქ წავედით ბიძამისთან წავედით, ბიძაშვილებთან წავედით და ახლა მე ხომ ვეუბნები მაიას ამოიწურა ჩემი რესურსი. ანუ გზაში რომ ნათესავების რესურსზე მაქვს საუბარი და ეხლა უკვე ამის ნათესავები ვეუბნებოდი რომ უთხარ ბიძაშვილები ყავს, ეიდაშვილები ყავს. ვინ არ ყავს? ატყუებდი? ატყუებდი, წაწიშვია. რო ჩავედით და ამოიწურა რესურსი მაიას ნათესავები მოვილიეთ, ყველგან მივედით, დავლიეთ. ახლა მეუბნება ელიდევა, მეუბნება. შინეთა როდი წავიდეთ.
მაცალე ვერ ერთი წუთი თვითონ დაურეკე მომგო მინუტი დაურეკე და მეუთხარი ისეთი პერიოდია ყველა სოფოში წავიდერ მეთქი და აი ესე მოვატყუე მაინც. მივხვდი რაშიც იყო საქმე, მაგრამ რამდენი წლისანი იყავით? მე ვიყავი 21. 21. რამე ექნა? ეს რომ კალატონქეთი რა მიჭირდა? არა, ეხლა თქვენ რომ ნათესავებთან წასულიყავით. აი ეს ისტორია იქნებოდა ჩვეულებრივ. თქვენთან ვამბობთ. არა, მართლა ეს არაფერიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე ხა მე რა მინდოდა მეთქვა, უბრალოდ დღევანდელი გადასახადი და მე რა, მაშინ ესე იყო ყველაფერი, მე რა, მაშინ ურთიერთობა სხვანაირი იყო, მარტო ცოლ-ქმარ შორის, არა ზოგადად. ქუჩაში რო გახვიდოდი, გიხარო და ყველას რაღაცა უხარო და აი სული არ იყო, მაგრამ დენი რამე არ იყო, მაგრამ სიყვარული ერთმანეთთან ურთიერთობა იყო და აი მე მაგალითად არაფერს არ შევცვლიდი დღესაც. დღესაც ალბათ უკან მოვიხედავ და არაფერს არ ვნანობ. დღესაც გამოყვებით სულად თუ ხელს ვთხოვ. ოღონდ 7 ლარით არა. 7 ლარით არა. ხო, იცით რა არის? მე მგონი იუმორმა გადაარჩინა დედამიწა მართლა ოღონდ. და აი თქვენ კარგად თქვით რომ მე რა მე ეგ უფრო ისე მაგ რას დაეძებ აღარაფერს აღარ დავეძებ. მოდით, ქალბატონებმა თქვან სადღე გრძელო. სიყვარულს მინდა მოვეფერო კიდევ ერთხელ და სიყვარულს გაუმარჯოს. ჩვენ სიყვარულს გაუმარჯოს. სიყვარული არის ის, ვისთვისაც ღირს ეს ცხოვრება ნამდვილად. და მინდა რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ყველას უყვარდეს ერთმანეთი და უფრო მე ვფიქრობ, რომ აი სიყვარული გადაგვარჩენს. გავდივართ ცოტა მძიმე პერიოდს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის სიყვარული ნამდვილად გადაგვარჩენს და მინდა რომ ყველას მოგესიყვარულოთ და დაგილოცოთ სიყვარული. გაუმარჯოს სიყვარულს და სიყვარულთან დაკავშირებით აი ეხლა სულ მინდოდა რომ კიდევ ერთი ლექსი მეთქვა ჩემი დაწერილი. ძალიან მინდა რომ გავაჟღერო ეს ლექსი და აი როგორ შემოვატრიალო და აი ამ სიყვარულზეა რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ მინდა იცით რომ ამ სიყვარულს დავაკავშირო. მერაბი ხა ჩემი მეუღლე ხო, რა თქმა უნდა ხა იუმორი აქვს, მაგრამ იმიტომ ვთქვი რომ მეგრელებს ცოტა ჩარჩოები აქვთ მეთქი რომ რა თქმა უნდა ცოტა სიმძიმეებიც აქვს მეგრელ კაცს ზოგადად. აი როგორი მოსიყვარულეები, მეოჯახეები, ცოლის მოყვარულები, პატივისმცემლები არიან, მაგრამ ნუ თავისი სიმძიმე მეგრელ კაცს დაყვება. ხასიათში, აი სიდინჯე, აი ის ჩარჩო, სადაც მან იცის იუმორიც, სად დიპლომატია გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ხა მე ჩემი მეუღლე გადმოსახედიდან საუბრობ, მაგრამ ირგვლივ მისი მეგობრები, მისი ოჯახის წევრები, ჩვენი მეგობრებიც. აი როგორი ამბავია, იცით რომ აი წეღან რომ კაცრ სანატორიუმზე რომ საუბრობდი, ხო? რომ რაღაცა მიმაქვს და დამავიწყდა, მაგრამ კი არ დამავიწყდა, არ უთქვავს, მაგრამ შენი ბრალია. ანუ რაღაცა არ უყუროთ ამ გადაცემას გეხვეწები. განცხადება ვერ დავწერე დროზე, ვთქვათ, იმიტომ რომ მან თქვა მე დავწერო და. ხო. ნუ აი რო არ დავწერე, შენი ბრალი. ბიჭო, შენ არ მითხარი რომ ესეა? რაღაცა ესე მოხდა, რაღაცა ისე მოხდა, შენი ბრალია, შენი ბრალი. თუ რამე კარგი მოხდა, მისი ბრალია. თუ რამე კარგი მოხდა, მისი ბრალი. არ უყუროთ ამ გადაცემას ერთად. და ამაზე დავუწერე ლექსი, რომელიც აი მე მინდა რომ როცა წავიკითხავ, აი კიდე ჩემებურად შემოვატრიალო აი იმ სიყვარულზე, რაც მაიკომ ძალიან კარგად თქვა, რომ აი ვაკლია რა სიყვარული, ასე ვთქვათ და სიყვარული უნდა გავამრავლოთ, რო იტყვია. აი ესეთი ლექსია. მე რომ მიყვარხარ, შენ რომ გიყვარვარ, ალბათ მიხვდები. შენი ბრალია. წვიმაში, თოვლში, ქარში, ავდარში შენსკენ მოვდივარ, მომიხარია. ჩემი სითბო და სულის სინაზე ძილბურანიდან გამოღვიძება შენი ბრალია.
სუფთა ჰაერი, უღრუბლო ზეცა, კამკამა, ზღვა და ყვავილთა კონა, შენს მიერ ჩემი დანახულია, გულის დარდები, დიდი ნაღველი, კლავაც და კლავაც შენი ბრალია. ჩემი ტირილი, ჩემი სიცილი, ჩემი სილაღეთ შენი ბრალია. ყოველდღიური სითბო ალერსი, რასაც შენ ჩუქნი, შენი ბრალია. ბედნიერება მოვიდა ჩემთან და ეს უთუოდ შენი ბრალია. და პიესი დაუწერე. ეს ტრიქონებიც შენთვის მოძღვნილი. დამეთანხმები შენი ბრალია. და პიესის პიესი. წაიკითხავდა ღიმილით მეტყვი, ჩემი კი არა, შენი ბრალია. ანუ რა მინდა ამით ვთქვა, რომ აი ერთმანეთს დავაბრალოთ, მოდით, რომ მე შენ უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე შენ მე გიყვარვარ. აი სიყვარულში გავეჯიბროთ ერთმანეთს, რომ სიყვარული დავაბრალოთ ერთმანეთს. აი ამითი, აი ამ ჩემი ლექსით, აი მაიკომ ისე კარგად წაიყვანა, რომ აი სიყვარულის გამრავლებაზე როცა საუბრობდა და ერთმანეთის სიყვარულზე, რომ აი მოდი სიყვარული დავაბრალოთ ერთმანეთს. ისე რა საოცარია, ძალიან კარგი ლექსია, აი ძალიან ჩემთვის გასაგები და რამდენი ადამიანიც არის დედამიწაზე, იმდენნაირი სიყვარულია და ვერ აიხსნა, ხსნიან, ამბობენ, იქექებიან, რას მაინც ვერ აიხსნა. და ერთ რამეს გეტყვით ჩემსას. მიყვარდა, მერე აღარ მიყვარდა, მერე კიდე მიყვარდა. ესე იგი, სანამ სიცოცხლის სიყვარული არ ვიგრძენი, მანამდე არავინ არ მოყვარებია თურმე. და ადამიანი მაშინ იყვარებს, როცა სიცოცხლის სიყვარული აქვს ძლიერი. გაუმარჯოს ჩვენ სიყვარულს. საოცარი სიტყვებია და გაუმარჯოს სიყვარულს. ხო არ გვემღერა, რაღაც აი ყურს რა თქმა ის მინდოდა რომ მეთქვა გაშრა ყელი დაბლისა. ყური გაშრა. რა შეგვისრულებთ? ჩვენ საკუთარ სიმღერას მაიამ დაწერა, მელოდია ჩემი გაკეთებული ტექსტი არის მაიასი და მივიღეთ ამ ლამაზ სიმღერას. მინდა ვიმღერო, შენზე ვიმღერო ის რაც არასდროს არ მივღერია. მინდა ვილოცო, შენზე ვილოცო ის რაც არასდროს არ მილოცვია. თითქოს უშენოდ ყველაფერი რიგზეა უკვე. გაყინულ ფოთლებს შემოდგომის უსხია წვება. არ დაიჯერო ცხოვრობდე თითქოს როგორც ცხოვრობდი. მე უშენობის წარუშლელი და ღიმატყვია. არ დაიჯერო ცხოვრობდე თითქოს როგორც ცხოვრობდი. არ დაიჯერო მე უშენობის წარუშლელი და ღიმატყვია. არ დაიჯერო, არ დაიჯერო გულავაც მარტო არ ისევ ხარია, მე უშენობის და ღიმატყვია. მალე ჯაღარა დაგვათოს დაზე არ დაიჯერო, არ დაიჯერო, არ დაიჯერო გულავაც მარტო არ ისევ ხარია, მე უშენობის და ღიმატყვია. მალე ჯაღარა დაგვათოს თავზე არ დაიჯერო. Bravo.
მოდით ახლა მე ვიტყვი ერთ სადღეგრძელოს, ესეთი ჩვეულებრივი სადღეგრძელოა, ყველა სუფრაზე სვავენ ამ სადღეგრძელოს. ერთადერთი ამ ქვეყანაზე, აი ჩემთვის ყველაზე დიდი გრძნობა რაც არის, ეს არის მადლიერების გრძნობა. თქვენ გაიხარეთ. და მადლიერებას გაუმარჯოს და გეტყვით ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას, სად მივედი, სადამდე მივედი. მე აღარ მაინტერესებს დამინახავენ თუ არა სიკეთეს. ჩემს საუბარში აღარ არის სიტყვა უმადური. აღარ არის. მე გაგიკეთე, გინდა დაინახე, გინდა მოდაინახა. გინდა იყავი მადლიერი, არ დავეცებ. მაგრამ თვითონ ამ ფენომენს გაუმარჯოს, რომ არასოდეს არ გაგვინელდეს მადლიერების გრძნობა. გაგვიმარჯოს. მოდი გვიმღერეთ. ეს ჩემი სიმღერაა. მარტო ჩემი. მარტო არ დაგმარები. არც მე, არა, მელოდია, ტექსტი, ყველაფერი. გიტარა ჩემია. და რა მაინტერესებს? შენიშვნაც არ მოუწია? არა. всё, წავიდა მაშინ. როგორ პირველი? პამ პარამ პამ პამ პა. პამ პარამ პამ პამ პა. პამ პარამ პამ პამ პა. პამ პარამ პა. Წვიმიანა მიჩი, მე ველოდები მზეს. სისამოსლას რომ დაველოდები, დაგელოდები შენ. სისამოსლას რომ დაველოდები, დაგელოდები შენ. მზე ამოვიდა, დაცვი მაგაქრა, ნეტავ რა მოხდება დღეს, პამ პარამ პამ პამ პამ. თუ გამოჩნდები სანაპიროზე ერთად ვიქნები ჩვენ. თუ გამოჩნდები სანაპიროზე ერთად ვიქნები თვიმები მენდაც ვიმარხეთ გამახარეს თოლია წმის ტალღები ისევ ჩემთვის ამღერდება მგონია თოლია გამახარე თოლია შენი გული ერთმანეთის თოლია პამ პარამ პამ 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 პარამ პამ 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 წმის ტალღები ისევ ჩემთვის ამღერდება მგონია თოლია გამახარე თოლია შენი გული ერთმანეთის თოლია ზე ამოვიდა დაცვი მაგაქრა ნეტავ რა მოხდება დღეს თუ გამოჩნდები სანაპიროზე ერთად ვიქნები ჩვენ თუ გამოჩნდები სანაპიროზე ერთად ვიქნები თვიმები მენაც ვიმარზებს დამახარებს თოლია წვის ტალღები ისევ ჩვენთვის ამღერდება მგონია გამახარე თოლია დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის სტუმრობისთვის, მასპინძლობისთვის, ყველაფრისთვის და მე ვარ ბედნიერი რომ ჩამოვედი. მოკლედ, ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, ჩემო კეთილო, მაყურებელო. ეს იყო სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად ზუგდიდიდან. მიყურეთ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. მიყვარხართ.